მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით შემდეგი ვებინარით, გაიას მოპატიჟებით და გაიას ეგიდით, მოკლედ შევეცდებით, რომ ChatGPT 5-ზე, აი სულ ახალ მოდელ ვერსიაზე ვისაუბროთ დღეს ძალიან კარგ სტუმართან ერთად, რაფაელ კალანდაძესთან, რომელიც არის საქართველოში ქართული LLM მოდელის ერთ-ერთი სულიშამდგმელი, თამამად შეიძლება ითქვას და AI Labs თან დაფუძნებელი. მოგესალმები რაფაელ, ჩვენ რაღაცა ბევრნაირად გვინდოდა სხვა ფორმატში, მათ შორის პოდკასტ ფორმატში გვინდოდა საუბარი, მაგრამ ეხლა ამით დავიწყოთ და მე როგორ შეიძლება ამის გაგზელება. ეს იყოს პოდკასტი რა გვიშლის ხა. ვილაპარაკოთ. შეგვიძლია თამამად. როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად, მადლობა, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. შენ ძალიან ბევრ სხვა სტარტაპში მუშაობ, ხო? ამ AI Labs გარდა შენ საკუთარ სტარტაპზეც მუშაობ და იმედი მაქვს, რომ ამაზეც აი მერე უკვე შეგვიძლია საუბარი ამისკენ. მოგეთ ChatGPT 5 გამოვიდა, ბევრისთვის და თვითონაც ძალიან დიდ მოლოდინებს თავაზობდნენ. იყო რაღაცა აჩქარებული სისწრაფე, უფრო კოდინგის წერის, მათ შორის დასწავლის, სწავლების, ძალიან ბევრი მიმართულებებით გამოჩებას გვპირდებოდნენ და რეალურად უკვე 2-3 კვირა, მესამე კვირა გვეძლევა საშუალება ჩვენთან გავტესტოთ. შენ თუ გატესტე და აი რომ გამოგვიყო პირობითად 5 ან რამდენიმე თემა თითქოს, რაც რეალურად არის სიახლე წინა მოდელთან შედარებით. კი, თავისთავად გავტესტე, როგორც გამოვიდა მაშინ როგორც ყველამ და ძალიან დიდი ის იყო რა, ეხლა შენ სულაგად იცი რომ ძალიან ჰაიპი, განსაკუთრებით ეს OpenAI-ის ვინც არის თანადამფუძნებელი სემ ალტმანი და რაც ჰაიპი იყო რომ აი 2 წელი ველოდებოდით, ან მოდელი რომელსაც 2 წელი ამდენი ხანი არც ერთი მოდელი არ გაწელილა, ასეთი დრო და ძალიან დიდი ის იყო, ასე ვთქვათ, მოლოდინი, ყველა ძალიან ელოდებოდა, მათ შორის მეც და რამდენიმე რა ალბათ ერთი ყველაზე ძირითადი თემა არის, რაც ასე ვთქვათ, სიახლე არის ყველა ზოგადად AI სამყაროსთვის არის ეს მოგვევლინა არა როგორც ერთი მოდელი, არამედ როგორც მოდელების ერთობლიობა. და როგორც სისტემა, ასე ვთქვათ, და აი ეგ არის ალბათ ყველაზე საინტერესო. ვილაპარაკოთ შეგვიძლია ზოგადად გაამართლა თუ არა მოლოდინები, აი თუ არა AGI, როგორც ველოდებოდით და შეცვლის თუ არა კაცობრიობას და ასე შემდეგ. ძალიან თემა AGI-ზე ცოტა შეგვიძლია მე ჩავშალოთ, მაგრამ ძირითადად რასაც პირდებოდნენ იყო ეს რაღაცა გაუმჯობესებული ინტერაქცია, პასუხების და კითხვების გაგება და მე უკვე პასუხის დაბრუნება, გაფართოებული მეხსიერება, ანუ უფრო მეტი data-ს დამახსოვრება შეუძლია და წინა ტექსტებიდან, წინა ჩათებიდან შეუძლია რაღაცების წამოღება თუ ამის უფლებას მივცემთ, მულტიმოდალურობა, სიჩქარე და მასშტაბი და რაღაც შენ სახსენე დაგვიბრუნდა რაღაცა რამდენიმე სხვა მოუდით, ხო? და მე რაღაცებს ვკითხულობდი ხოლმე და მათ შორის პირადი ტესტის მეშვეობით ერთგვარი დაზოგვის, ანუ რაღაცა ხარჯ ეფექტურობის გამო გააკეთეს, უფრო ეგეთი საბჭოა დამრჩა, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ვინც ამ ChatGPT-ს იყენებს, ხო, არიციან აი რომელი მოდელი გამოიყენო კონკრეტულად რისთვის და ავტომატურად რო შედია რაც ხდება პირველი, იმას იყენებენ ყველაფერზე. და რაღაც ეგეთი საბჭოა დამრჩა, როცა მარტივი პასუხები გინდა და ის ძალიან რთულად აგენერებს, ანუ მეტი ტოკენი იხარჯება, მეტი უჯდება ChatGPT-ს, OpenAI-ის და ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი გარდა იმ სხვა რაღაცეების, რაც ან შენ ისედაც ჩამოთვალე. აი ამასთან დაკავშირებით, მოდი ეს გავშალოთ, ეს ავტო გადართვის მოუდებით, რომ თვითონ წვეთს მომხმარებელს რა საჭიროება აქვს და იმის მიხედვით თავაზობს მე რომელი მოუდი გამოიყენოს, ხო? კი. უცებ ისტორია რომ მოვყვეთ, ანუ როგორი იყო, რომ თავიდან რაღაც ძალიან ლამაზად მიყვებოდით GPT-1, GPT-2, GPT-3 და ესე ადამიანურად მოვდიოდით და მერე წამოვიდა ეს 4O mini, O3, O4 thinking-ი და რაღაცა მილიონი სახელი აქვს ბოლოს ვინც იყენებდით, აი თუ დაგიჭერიათ იქ თავში, ძალიან ბევრი მოდელი იყო რა, მოკლედ. ამდე იყო, სადმე წოდა მეტი. კი, ძალიან მეც ბოლოს უკვე ისე ვიყავი, რომ ანუ მერე ყველას კი თავისი პარამეტრები და ანუ ასომე საშინელება ხდებოდა. და ეხა გვაქვს ესე იგი GPT-5, ოღონდ 5 კი გვაქვს, მაგრამ ამასაც მე კიდე ძალიან ბევრი ჩაშლა. ანუ auto, fast, mini, thinking mini, thinking pro და ესე ვთქვათ, ანუ ისე ცოტა არეულები ვართ კიდევ, მაგრამ რაც თავარია GPT-5-ზე შევჯერდით რა. ხო და ამ საკითხზე ძალიან ბევრი ჭორი არის და ძალიან არ ვიცი რა სიმართლე რომელი არის, მაგაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო, ძალიან ბევრი სხვა ისინია რა. ერთი არის რომ მაგალითად შეიძლება ძალიან დიდი ვერ დადდეს ესე ვთქვათ გარღვევა და რაღაცა ხო უნდა გაეკეთებინათ და ამიტომ ადგენდა ყველა მოდელი ერთად გააერთიანეს,
ნუ მეორე ალბათ ყველაზე უფრო ისეთი რომელიც კარგად ჟღერს ყოველთვის ჩემთვის არის რომ აი ეგ ზუსტად რომ ვიღაც ადამიანებისთვის უნდა ძვირიუდებოდათ ვიღაცა პირიქით და ის რომ მაქსიმალურად დააბალანსონ ერთის მხრივ წარმადობა მოდელის და უკეთესი პასუხები მოგცეს და მეორეს მხრივ სისწრაფე და სიჩქარე და ფასი და ყველაფერი გააკეთეს მოკლედ ესე ვთქვათ ამ ბევრი მოდელების ერთობლივება და ნუ თავში ერთ ესე ვთქვათ რაუტერი აქვს რომელიც ეს კითხვის მიხედვით რომელი მოდელი გამოიყენოს რა ნუ მან შეიძლება კიდე რაც უფრო ესე შორს რო გავიხედოთ არის რომ არა მარტო მოდელების გადაცვლა მიდის მან და არამედ ბევრი სხვა მოდელებთან არსებული კომპლექსების ესე ვთქვათ იმიტომ რომ როგორც ბოლო დროს ხვდებით ყოველთვის სემალტმანიდან რაღაც მოდელზე უკვე კაი ხანია კმაყოფილები არიან და ეხლა მიდიან უკვე სისტემის ოთაზრისით და უნდათ რომ ყველაფერი და მთელი სამყარო გახდეს ChatGPT და ყველაფრის უკან ChatGPT იდგეს შესაბამისად ამას უყურებენ როგორც სისტემას და არა როგორც მოდელს ანუ მოდელი არის ერთი რომელიც რაღაცა აზროვნებს თუ აზროვნებს მაგრამ მეორეა კიდე მილიონი რაღაცა იქეთ-აქეთ რაც გააჩნია და შეიძლება ეს რაუტერი არა მარტო მოდელებისთვის არამედ იმ ყველა რაღაცების ერთობლიობას ხო იმიტომ რომ დღეს ვკითხულობდი რაღაც ერთ ძალიან კაი ბლოგს რომ არიო კითხვებიო რომელიც ანუ შეიძლება რაღაცა ერთ წამში უპასუხოს მოდელმა და ადამიანმაც არ ვიცი რაღაცა უმარტივესი კითხვა ხო და არის კითხვა რომელიც შეიძლება გადაიხადო $100 იმ კითხვაზე რომ კარგი პასუხი მიიღოს თქო ამ ძალიან ღირებული ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც გაინტერესებს და ამიტომ ახლა ძალიან ბუნებრივია ხო რომ ამ ორ კითხვას ერთნაირად არ უნდა მიუდგე არც მოდელის თვალსაზრისით და არც მე ამის სისტემის თვალსაზრისით ხო ანუ მაგალითად რომელი მოდელი გამოიყენებს ინტერნეტს და მე იქ კიდე რაღაც უამრავ tools და დაიწყებს ესე ვთქვათ რომ მომის დაურეკოს კიდეს ხო თუ დაჭირდება ეს უკვე ძალიან განსხვავებულია ხო და ამიტომ ნუ ძალიან ბუნებრივი არის ერთის მხრივ რომ ამ მიმართულებით წავიდნენ მაგრამ მეორეს მხრივ მიუხედავად უკვე რაღაც რამდენიმე კვირისა ძალიან მაინც ის არის რა გაურკვევლობა არის მეც ვიბნევი ხოლმე განსაკუთრებით მე კიდე API-ში და ცოტა ის არის მაგრამ ნუ ესე ვთქვათ ეს გააკეთეს რა გასვლა შორ მომავალზე რომ დარწმუნებულობა რაღაც ერთი წლით მე არც არავის ემახსოვრება ძველი მოდელები და ხო ანუ ყველა იქნება ამაზე მიშვეული და ნუ ჭორებით დადის რომ ეს რაუტერი მიცემს საშუალებას OpenAI-ის რომ რაღაც მონეტიზაციაც გააკეთოს მე უკვე იმ კონტენტს რაც ვიღებთ რა იმიტომ რომ ეხლა არ აკეთებენ ეს მონეტიზაციას რეალურად ხო ამიტომ მონეტიზაციას მომხმარებელმა გააკეთოს თუ თვითონ კომპანიამ კიდე დამატებით მონეტიზაციის საშუალება შექმნას კომპანიამ ხო იმიტომ რომ ანუ შეიძლება რაღაცა იქ რო შენ საიტს შემოგთავაზებს და ანუ დააკლიკებ და გადახვალ ნუ რაღაცა თანხა აიღოს ყველაფერი ჭორია ეს ეხლა არაფერი არ ვიცით ანუ აკრია Google სისტემის მე რაღაც ამდენიმე ინტერვიუ ნახე Google სისტემის ანუ შეკითხეს რომ Google-ის search-ის სისტემა გაქრება თუ არა და ჩაანაცვლებს თუ არა ChatGPT და მასთან დაკავშირებული პასუხების რომ რადიკალურად განსხვავებულია ესო არ არის Google-ი მაგრამ ნუ კაი მიგნება არის ალბათ ხო როგორც Google შოულობს მონეტიზაციას აკეთებს იგივე პრინციპით შესაძლებელია რომ OpenAI-მაც იშოვოს დამატებითი თული რა თქმა უნდა მე კიდე აი მაგ მომენტში ვხვდებოდა ხოლმე ძალიან ბევრი ესეთი არც არა მხოლოდ მიმი არამედ პოსტები რომ აი ეს სამი მოდელი სამი იყო რაღაცა ბავშვი მე აი რაღაც თინეიჯერი იყო ეს 4-დან 0 ვერსია და ეხა ეს 5 იქნება პროფესორის დონის აი ზუსტად აიგულისხმებოდა ამ ყველაფერში და არის თუ არა ეგრე გამართლა თუ არა აქ ძირითადად მე ჩემში კომუნიკაციების ნაწილში აი აქამდე თუ ცოტა ის ქონდათ რაღაცა აი ზედმეტად რაღაცა იარულად ან ზედმეტად სხვანაირად წერდა აქ პასუხობდა ეხლა ცოტა თავდაჯერ ანუ უფრო შემოკლებული და ისეთია რა უფრო სერიოზული გახდა ასე ვთქვათ და ეს როგორც ო არა ეგ ბევრი ამბობს მაგას რომ გახდა უფრო პრაქტიკული ასე ვთქვათ და ეხლა ეგ ალბათ იმთან გამომდინარეობს რომ ნუ ყველაზე დიდი გარღვევა რა ყველაზე მეტად რაც განავითარეს რა მოდელში იყო ეს პროგრამირების მიმართულება და ის მიმართულება რომ ამ მოდელს კარგად შეეძლოს გარე ხელსაწყოების გამოყენება რაც ნუ ასევე წეგარაც ვლაპარაკე საშუალება მისცემს ამ მოდელებს რომ არა მარტო რაღაც უბრალოდ გველაპარაკოს ჩვენ მაგივრად ბევრი რაღაცა აკეთოს და ჩვენი ყოველდღიური მომხმარებელი გახდეს იმიტომ რომ ChatGPT უკვე მე მგონი აღარც ეს უფრო ეპაიქრება ამ სხვა მეებს დიდად, იმიტომ რომ ნუ უკვე დაკავებული აქვს საკმაოდ დიდი ბაზარი, 700 მილიონზე მეტი იუზერი ყავს და ანუ ამათ უნდათ რომ ეს გახდეს ყველა ადამიანის ყოველდღიური აპლიკაცია და არქია პროდუქტი შესაბამისად ნუ ძალიან წაიყვანეს იმ კუთხით რომ ამ მოდელს შეეძლოს გარე ხელსაწყოების გამოყენება, არის ჩვენ მაგივრად ბევრი რამე გააკეთოს, რაღაცა დაგვიჯავშნოს, დაგვირეკოს და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ მიმართულება, ნუ ძალიან კარგად წაიყვანეს რა, ანუ ეგ გასუწყლებში, ანუ გასუწყლებში სხვა კომპანია
კომპანიები რასაც ცდილობდნენ რომ API წამოიღონ მე დაეტრენინგებინათ და რას კონკრეტული მიმართულება მიეცათ ეხლა თავაზობს OpenAI მაგას ავტომატურად აი ეგ მინდა კარგად მარკეტიან მიყავს ოღონდ შემთხვევაში და პირველი პროდუქტი რაც ალბათ უკვე ბევრმა იცის არის ეს deep research-ი ხო რომ შენ მაგივრად რაღაცა მიდის და ნახევარსაათის განმავლობაში რაღაცებს ძალიან ბევრ საიტს აიკითხავს და რაღაცა აგრეგირებულ მას მოგიტანს ინფორმაციას მაგრამ მაგას იმატება ეხა ეს agentic სისტემები და ეს ბრაუზერი use რო ვეძახით რომ ანუ თვითონ აიღებს მაუსს შევა ინტერნეტში რაღაცებს დააკლიკებს და რუსი ფაილს გახსნის იქ შეინახავს ეხა უკვე მემორიც ნუ ეხა რა კაი ხანია იდეის ჩარტეს მემორიც აქვს და ესე ვთქვათ უნდა გახდეს თქვენი პერსონალური ასისტენტი რა როგორც ყველა ფიქრობს ამიტომ მაგ მიმართულებას თავისთავად ყველა დაანაკვირდება რა აი მე პირადად რაც ყველაზე მეტად გავტესტე და მომეწონა არის ეგ ცოტა გახანგრძლივებული მემორის მოცულობა რა აი მათ შორის PDF ფაილების დამუშავების ზომას გაიზარდა და მაგან გამიმარტიო იმიტომ რომ მე რო ასწავლი უნივერსიტეტში სხვა რიდერებს ვაკეთებინებ ხოლმე ან რაღაც მოკლე თეზისებს ან კითხვა-პასუხებს ან რაღაცა კონკრეტულ რაღაცებს ვაკეთებინებ ხოლმე და ძალიან გამომადგა რა აი საგრძნობლად რავი თითქმის გაორმაგებული შეიძლება გასამაგებულიც არის ცოტა თან შემიდარებია მაგრამ სადაც გასამაგებულიც არის აი ამ დიდი მოცულობის მასალების დამუშავება და ეგ ძალიან მომეწონა. წაგან ახსენე არის აგენტების მოვუტი რა და მაგაზეც ერთი-ორი თქვა გითხარი ცოტა რა არის, იმიტომ რომ ეხა ეს შეიძლება დიდ მონაწილეობას საზოგადოების ეხა გაიგო პირველად და ამაზე დიდი ხანია ზოგადად ჭორები ჩადის და ვინც უშუალოდ დეველოპერი არ არის ან ჩართული არ არის ან API-ს გამოყენებაში ან თვითონ არ მუშაობს ამ ყველაფერში, ნაკლებად შეიძლება ქონდეს ამაზე ინფორმაცია და მეც რო გავერკვე თან კარგად ძალიან დამეხმარები. ხო, მოგეთ ანუ პირველი ეს LLM-ი და ზოგადად ChatGPT-ის უკვე ისა რაღაც ვეძახით არის ხოლმე რომ ეს მოდელი რომელიც ატრენინგებულია ძალიან ბევრ მონაცემზე და ნუ კარგად იცის რაღაცა ლაპარაკი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს ინფორმაციები ყოველ წამს იცვლება და რაღაცეები არის ხა რო ვკითხო რომ ამ წამს რა ამინდი არის ვერ გეტყვის ხოლმე რომ არ იცის რა ეცოდება წინას და რა ამინდი, ხო? ხო და ამიტომ არის რომ როგორ მივცეთ საშუალება ამ მოდელებს რომ რაღაცა გარე ხელსაწყოები გამოიყენონ რა მათ შორის რა ვიცი დაგუგლოს თვითონვე შევიდეს ვიღაცას დაურეკოს იმეილი გახსნას წაიკითხოს რაღაცეები და ასე შემდეგ რა და აი ამ რაღაცა კონცეფციას რომ მივცეთ მოდელს ანუ LLM-ს და AI-ს საშუალება რომ გარე ხელსაწყოები გამოიყენოს მაგას ქვია ეს agentic mode რა და არ არის მარტივი ტასკი ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ამ მოწყობილობების გამოყენებას, ნუ თავისი ცოდნა ჭირდება და ეხა ეს GPT-5 კაი ისა აქვს, ჯერ ფიქრობს, მე რაღაც რამდენიმე ხელსაწყოს იყენებს, მე ისევ ფიქრობს, მე იტერაციას აკეთებს და ანუ ესე ვთქვათ, ეძიება ამას და რაღაც ერთს ესე მათი არ აკეთებს, ანუ სიღრმეში ჩადის რა და ძალიან ბევრ იტერაციებს ამაზე აკეთებს რა. და ნუ მაგაზე ძალიან დიდი მიმართულება გააკეთეს ეს სინთეტიკ ანუ ხელოვნური მონაცემები გამოიყენეს ძალიან ბევრი როგორც ვიცით მაგათი უკვე open source მოდელიდან გამომდინარე და ნუ ხო ანუ თვითონ მაგათი ის რო ნახო ეს system card-ი ისე ხო არ გავაზია რომ რაღაც system card-ს რო გადაუვაროთ ალბათ გაიქნება კი მშვენია იმიტომ რომ ყოველთვის ის არის რა მან არ ამბობენ ხოლმე ბევრ რაღაცებს ჩანს შემიგრანი კი კარგად ჩანს კი ხო, არ ამბობენ ხოლმე ბევრ რაღაცებს, მაგრამ აი შეიძლება რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცები დავიჭიროთ, რაც ესე ვთქვათ, შეფარულად გვითხრეს რა. ნუ პირველი ეს რაც ვილაპარაკეთ უკვე რომ არის ეს სისტემა და არა ერთი მოდელი, რომელიც ბევრ მოდელს აერთიანებს და შეიძლება არა მარტო მოდელებს. და ნუ ეს რაღაცა როუტერი, რომელიც ცვლის, რომელი სისტემა გამოიყენოს რა. და ნუ აი ესე შეგვიძლია ვიფიქროთ ძველი მოდელები და ახლები როგორ არის ერთმანეთთან ვთქვათ, რომელს შეესაბამება, ხო რა. ანუ ეს GPT-5 main-ი არის თავარი მოდელი, ნუ მე გვაქვს main-ი mini, thinking-ი და ასე შემდეგ. და აი აქ ამბობენ, რომ ძირითადი გარღვევაში გააკეთეს იყო, რომ შეამცირეს ჰალუცინაცია. ჰალუცინაცია არის, როცა მოდელი რაღაცას იტყუება და რაღაცა არასწორ ინფორმაციას გვაძლევს, რაც ნუ ძალიან დიდი პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითს მოვიყვან ამასთან დაკავშირებით რა გადახვევა იქნება, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ Facebook მეგობარს ქონდა გაშერებული ეგეთი პოსტი, სადაც GPT შეპირდა რომ მე მუსიკის შექმნა შემიძლიაო შენთვისო და აი ხავე გაიკეთებ, ოღონდ ცოტა დიდი რომ ჭირდება 15 წუთი დამელოდეო და გაიკეთებ ყველა ვარიანტშიო. 15 წუთი მიწერა და აბა რა ქენიო გააკეთეო და კი აი ხა ვამთავრებ 5 წუთის ბაცალეო და ეგ ხო ძერმაც მაგ დიალოგში ძალიან ვიცინებ, მაგრამ აი ერთი ნახევარი საათი მე 1 საათი გააწელინა, მე ეუბნება რომ კი უკვე შევქმენი უბრალოდ არ ვიცი რა ფორმატში მოგაწოდოო და ეხა მაგას ფიქრობ როგორ მოგაწოდოო და ამა უთხრა მოდი მეილზე ჩამიგდეო და კი აბაში ჩამიგდე შენი მეილი და გამოგიგზავნიო და მე ბოლოს უთხრა რომ
კაროჩე ვერ ვაკეთებო რა და ამან დაუსვა მეგობარმა რომ აბა რატომ მითხარ რომ შემიძლიაო ისე მოკლედ ისე გულმოდგინეთ დამიში კითხო არ მინდოდა გული მეთკილა აი ოკეი კიდე უღიარებია ბოლოს კარგად ხო ამდახან არც მაგას არ ამბობს ხო ეგ ძალიან ცნობილი ის არის რა რომ ეგ არის ჰალუცინაცია პლუს აი ეს საიქოფანსი რო უწერიათ აი ეს ტერმინი ნიშნავს კიდე მაგას რომ ანუ გატყუებს ერთის რომ მაგრამ მეორეს რომ უნდა რომ ასე ვთქვათ არ გაწყენინოს და არ გითხრას რომ მოხმარებელი არ დაკარგოს მოგეთ ეგ პოლიტიკა არ დაკარგოს ხო რა ეგ ყველა მოდელს ამ გამომდინარე პროცესიდან როგორც კეთდება ეს მოდელები ნუ ძალიან მიზეკლი არიან მოკლედ მაგათკენ და აი ამათაც ზუსტად ეგ ერთ-ერთ იმათ აქვს გასმული ხაზგასმა რომ სავარაუდოდ GPT-5 ეგრე აღარ იქნება და გვეტყვის ხანდახან რომ ბოდიში არ შემილია ხო ან რაღაცა შენ არასწორი ხარ თუ რამე ისეც ეთქვი რომ რაც სიმართლე არ არის რა ხო ერთი ეგ ნუ ეს უკვე ველაპარაკეთ იდეაში და ასე უწერეთ რომ instruction following რაც არის რომ ანუ ინსტრუქციას ამდენად ზუსტად მიყვება მოდელი რა ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტასკია რომ აი განსაკუთრებით აღარაც ველაპარაკეთ იმაში რომ ამ ხელსაწყოებს ამდენად კარგად იყენებს და ასე შემდეგ რომ რასაც ეთქვი ზუსტად ის შეასრულოს რა ეს განსაკუთრებით ახლა ვინც დეველოპერი არის და იყენებს ამ მოდელებს უკვე რაღაცა პროდუქტის შესაქმნელად აი მაგათ იქ რო უწერო რომ თუ შენ რაღაცა არ იცი პირობითად წადი და ინტერნეტში მოძებნე ხო აი ხა ამას ხო ესეთი მარტივი ინსტრუქცია თითქოს მაგრამ შეიძლება რაღაცა მოდელი ვერ გაყვეს ან უთხრა რომ აი ყოველთვის გამოიყენე იმეილი საკომუნიკაციოდ ან ასე შემდეგ ხო ამიტომ ეგეთ შემთხვევაში ძალიან მჭირდება ხოლმე ეს ინსტრუქციებზე მიყოლა და ნუ ეგეც როგორც უწერიათ ძალიან განავითარეს რა ასევე აქ უწერიათ რომ writing-ი ან წერისის გავაუმჯობესეთო მაგრამ ძალიან ბევრი იმის შემხვდა მე ამაზე რომ პირიქითო წერაში გამოიყენო GPT-4 და 5-ო ან 4 და 4-ო ვიდრე ეს ახალი მოდელიო რა და ამაზე არ ვჩენებ რომ მე სიმართლე გითხრა დიახ არც ვიყენებ ეს წერაში მაინდა-მაინც მაგრამ ხო ეგ პროცესები გადის მეც ნაკლებად ოკეი. აი კოდინგი მაინტერესებდა, მაგრამ სამწუხაროდ დეველოპერი არ ვარ და მაგ მიმართულებით ვერ გავტესტე. ერთი რაც ცადე არის, რომ ეხლა რაც კონკრეტული ჩემი საიტს ვაკეთებ და იქ ფრონტის დაგენერება მინდოდა და ცოტა უფრო კარგად, ბევრად კარგად გავაკეთა ვიდრე წინა ვერსიებში გავაკეთა. მათ შორის ცდილობდა რომ preview ეჩვენებინა რა ამ საიტის. მე რაღაცა პატარა დებაგი გაიჩნდა რაღაცა და მაგიტო აღარ შევყევი მე, მაგრამ ისე ანუ ეგ ნაწილი მე რაც შევხედე ვიზუალურად და აი რაც მომაწოდა საბოლოო პროდუქტი ეგ ბევრად დახვეწილი იყო ვიდრე მაგალითად წინა მოდელში შეიძლება მაძლევდა. კი, ეგ ცალსახად ხო, კი, ანუ AGI არ გვაქვს, მაგრამ კოდირებაში გაცილებით უკეთესი მოდელი გვაქვს ვიდრე წინა ვერსია იყო. სხვა მე ჯობია თუ არა მოდელებს ეგ კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ წინა ვერსიას ბევრად ჯობია რა. ხო, ნუ აქ რაღაცა აი ესე უბრალოდ უწერთ და დავატრენინგეთო ძალიან განსხვავებულ დატაზეო, ნუ რაღაცა სისულელეები აქვს. ეგეც ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ ფოტოებს ხდებოდა ხოლმე რაღაცა პოინტები რო იყო რა, 4-დან 0 პოინტ, პატარა პოინტი რო იყო და მე რაღაცა 1000-ზე თუ 10000-ზე თუ 100-ზე ის რო იყო რა. ზოგადად ანუ ეგრე არის რომ რაღაც ლოგარითმულად იზრდება ხოლმე მოდელიდან რაღაც 10-ჯერ მეტ რესურსს იყენებენ და 10-ჯერ მეტ მონაცემს რომ დაატრენინგონ ანუ შემდეგი თაობა რა, თქვა GPT-3 თუ დაატრენინგეს 10x რაოდენობაზე, ეს დაატრენინგეს 10x-ზე და გამოიყენეს 10-ჯერ მეტი რესურსი და 10-ჯერ მეტი მონაცემი რა. მაგრამ ნუ GPT-5 არ ამგონია უკვე მაგ სისტემით წასული იყო, იმიტომ რომ GPT-4 და 5-ის ის ნახეთ უკვე მაგათი კრაკი, მაგრამ ნუ სავარაუდოდ ახლა თავისთავად ბევრი დიდი მოდელი არის, თან რავი, პორტოში მე ერთიაც მაწუხებს ახლა GPT-5-ი აი რომ ხანდახან საშინლადლელი არის. აი საშინლადლელი არის და გონია შემთხვევები რომ რაღაც 2 წუთი იფიქრა და მე მეუბნება რომ უი ვერ გავიგე რა მკითხე. თან 2 წუთი ფიქრობდა ამაზე და მე მითხრა რომ ვერ გავიგე რა მკითხე. მეც ქონდა მაგასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა და ჩატში აი ბევრი სხვა პოსტიც მინახავს ზუსტად მაგაზე რომ ამახვილებენ ყურადღებას. კი. შენელ დაო ასრაფების მაგივრათო, ნუ ამას ამბობენ ძირითადად. ხო, ნუ ეგ სავარაუდოდ ასევე ისიც იყო რომ მე მგონი რომ გამოვიდა რომელიღაცა დღეს ფიანი დღე მე მგონი რაღაც პრობლემა ჰქონდა ამ ბროუტერს რა. ნუ ყოველთვის ეგრე ახსნეს მე და ეგრე თქვეს რომ პრობლემა გქონდაო და მაგას დააბრალეს ყველა ეგ პრობლემა რა და. მე რა მეუცავი, იცი თავიდან მარტო ეგ ავტომატური მოუდი ქონდა და ეხა 2 დღის წინ კიდევ დაამატეს ეგ გადამრთველები რა. ეთყობა ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყო, აი თუნდაც იგივე პრობლემის გამო რომ მე რაღაც მომენტში მინდა რომ მარტივი პასუხი მივიღო და სწრაფად რა და ეს მაინც უფრო დიდი ხანს უნდებოდა ვიდრე მაგალითად წინ ჩვეულებრივ მოუწა fast mode-ო ჩართავ ძალიან სწრაფად გიგეთავს მე ყველაფერს და ალბათ ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი. ან თავიდანვე ჩაფიქრებული ქონდათ არ ვიცი ზუსტად ეგ რომ ესე გონია ხო, იმიტომ რომ მე მაგათაც დაპალმა ეგ ძალიან სახალისო იყო, თავიდან რაღაც მარტო ერთი მოუდი დაამატეს, მე ესენი ჩამოყარეს და
მე ექსტენი დაამატეს ძველი მოდელების რა. ნუ ოღონ setting-ებიდან რო ჩართო, მაგრამ setting-ებიდან რომ ჩაგერთო ადრე, მარტო 4-2-ს გიჩვენა და თუ 4-ს არ მახსოვს, ხა ყველას გიჩვენებს რა. ნუ ეგ ცოტა ის არის აშკარად ცოტა ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა, არ ამგონია რაღაცა. ანუ მომხმარებლის მოთხოვნებს მიყვებიან, აი ეგ იყო, აი დავინახე ამ მომენტში მე ხა ყოველ შემთხვევაში რა. ესენო ხა ნუ იყენებდა რა, ხა მე ძალიან კარგად ვიცოდი, როდის უნდა გადამერთო და არ მინდა რა ეგ როუტერი რა. ხო და მაგიტომ ბევრი ცოტა ის იყო, არ მოეწონა ეგ, მაგრამ ხო, ნუ უფრო შორბოდაში არის ეგ გაცვლა რა, ვიდრე ხა. ხო, ნუ აი აქ ამბობენ ზუსტად იმას, რომ რაღაცები როცა არ იცის გითხრას და რაღაცა ის აუცილებლად არ ეცადოს რაღაცები დაგაჯეროს. ხო, ეს ვით და უსაფრთხოების ნაწილი გაიზარდა უკვე ხა რამდენჯერმე შემხვდა ეგ რა. კი, მაგას ამბობენ ხო. ზუსტად რას გულისხმობენ რა, ხა იმიტომ რომ აი უფრო ეგ მჭირდება მე როცა ვიყენებ ამას, ხა შეიძლება სხვები არა, მაგრამ მე ვაძლე უფლებას რომ ჩემი მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სატრენინგოდ რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხვდები რომ ავითარებს საბოლოო ჯამში და ნუ მეც მაწყობს ორხრივი თანამშრომლობაა რა ეგ რა. ხო და ანუ მე ისევ ვაძლევ ამას წვდომას და ეს უსაფრთხოების ნაწილი კონკრეტულად რა შეეხო თუ გააკეთე მაგაზე რისერჩი ზუსტად. უსაფრთხოება შენ გულისხმობ შენი მონაცემები რო არ გამოიყენონ მაგას თუ გადმოდიანდან უსაფრთხო არის. კი, აი უფრო მონაცემები რო არ გამოიყენონ. ეგ როგორც ის მოდელს არ ეხება, ანუ ეგ უბრალოდ მათი სისტემის ნაწილია, თუ გადაწყვეტენ რომ გამოიყენონ, გამოიყენებენ, თუ არა და არ გამოიყენებენ. ანუ ეგ მოდელს ასე ვთქვათ არ ეხება, რა მოდელსაც ეხება არის რომ მოდელი რამდენად დაცული არის, ანუ თვითონ როგორც მოდელი რა, ანუ რამდენად შეიძლება რაღაც ისეთი გითხრა, სადაც არ უნდა ეთქვა პირობითად რა, ანუ ყველა მოდელს და ყველა სისტემას ხო თავისი რაღაცა ასე ვთქვათ ეთქებია, რაღაც არ უნდა გადაახტეს რა, ანუ ვთქვათ რაღაცა აი ბუგსტაკ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აი ეხლა რამდენიმე დღის წინ მე თან გავაზიარე ChatGPT-ს თხოვე რომ მეთქი roast, ანუ შემაფასე მეთქი ცოტა იუმორით რაღაცები და საკმაოდ საინტერესო რაღაცები შევთავაზა რა და გავერთე მაგრა და იგივე რა უთხარი Gemini-ს მით უმეტეს იქაც ultra მაქვს რა, ანუ რა ყველაზე ისეთი მოდელი წესით რაც იმან თქვა რომ მე ეგეთ რაღაცები არ შემიძლიაო საერთოდ რა და კიდევ ერთი რაც პატარებას გავაკეთებ რომ Gemini-ს მემორის თემა რო არ აქვს, იქ ცალკე ძალიან ცუდი რაღაც არის. ანუ ისეთი კაი არ აქვს როგორ GPT-ს მაგალითად რა. თვითონ ერთ ჩატშივე კი ერთ ჩატშიც ავიწყება ინფორმაცია, რა ორი ინტერაქციის წინ რა კითხე პირობითად და ნუ მე სულ ყველაფერი რა. ხო და აი ძალიან მიშლის ხოლმე ნერვებს, მაგრამ ეხლა ახალი განახლებებით რაღაცა ისქნეს რომ პერსონალიზებული გახადეს უფრო და ნახოთ რა როგორი იქნება, აქაც რაღაცა სიახლეები იქნება. ზოგადად შენ არ იყენებ ხო Gemini-ს თემას რომ პატარა შედარება საუთაც გავაკეთო, იმიტომ რომ Google-ი რო ახსენე თავიდან რომ Google-ი დაიწყო ამაზე მუშაობა, Google-ს ვიცით რომ დიდი ხანია ხო AI-ს ამუშავებს, მაგრამ აი OpenAI-ის გამოდების მერე ChatGPT რას გამოდეს ბაზარზე ხო, საყოველთაო რო გახდა. მაგის მერე რაღაცა ერთ წელიწად ნახევარში თვითონაც თავიდან ბარდი და მე Gemini გამოუშვეს ხო? რაღაცნაირად მეგონა რომ Google იმის გამო რომ რა ვიცი, სოფლიო მონაცემების 90% მაგისი იყო, უფრო მძლავს, აბსოლუტურად უფრო დიდს გააკეთებდა რაღაცას რა. ეს შეიძლება ესეც არის, მაგრამ აი ხა ხედავთ ყველანი რომ ChatGPT-ს და OpenAI ზოგადად ამ კომპანიას ბიროთ უფრო მეტი ინვესტიციას აქვს საერთოდ და მეტი მომხმარებელიც ყავს რა და შენეს ეს პირველობის გამო ამ მხოლოდ თუ რა ვიცი, აი მართლა ისეთია რა, პრაქტიკული, როგორცაც მაგალითად ყველა და ყველაფერში შეიძლება საძლევს რომ გამოიყენოს. ხო, ანუ ყველაზე დიდი ნაწილი პირველობა არის. პირველები იყვნენ შესაბამისად ადრე გათვალეს, ნუ გუნდიც, იმ გუნდმა ისწავლა, ესე უცებ არ ხდება ხო, რაღაც დაჯეკი და ეგრევე არავინ არ იცის ხო ეს რაღაც, ამიტომ გუნდიც ყავდათ, მონაცემებსაც აგროვებდნენ, შესაბამისად თანხებიც გამოყოფილი და ანუ თავისთავად ყველაზე დიდი გამოვიდა მაგას ჰქონდა. არა, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს GPT-ს, მე არ მგონია საერთოდ რომ რაღაცა საახად პირველი არის რა, პირიქით მე პირადად მაგათ Anthropic-ს და Claude-ს ვიყენებ უფრო ხშირად ვიდრე GPT-ს მაგალითად. Gemini-ს არ ვიყენებ ხოლმე როგორც ეს, იმიტომ რომ მაგათი არ მომწონს ვიზუალი. რაღაცა ჩემთვის ძალიან მიუღებელი ვიზუალი აქვს. ამათ გარდა ჩამოთვალე ყველას თითქმის ერთნაირი ინტერფეისი აქვს და იმას რაღაცა ეს არის კი. ისეთია რა, ხო. თითქოს იგივეა, მაგრამ საერთოდ არ არის. ადრე მე რაღაც პერსონალური ის მაქვს Google-თან. ადრე დამიტოვა ძალიან ცუდი საბერტილება რა, რომ ანუ რაღაც მოდელებს უშვებდნენ, ისე რომ ეტყობა კარგად გატესტილი არ იყო თუ რა იყო, არ ვიცი და ნუ საშინლად მუშაობდა ხოლმე ეს მოდელი და რაღაც ისეთ შეცდომას უშვებდა,
ხო, ანუ მე უკვე ნდობისის დავკარგე, რომ მეთქი ხა ეს მოდელი რომ მე რამეშე გამოვიყენო, ანუ შეიძლება მართლა ისეთ რამე ჩაიდინოს რა, რაც ნუ არ მაწყობს და მაგიტომ უფრო ნდობის ამბავი დავკარგე. ყველაზე მეტად ნდობის ამბავში ვარ GPT-სთან, იმიტომ რომ ან მაგას ეგ ის არის Alexi რო ყველაზე დიდი ხანია ბაზარზე არის და ყველაზე მეტად აქ გატესტილი და სტაბილურია ესე ვთქვათ. თუმცა ნუ რომელი ჯობია, მე ნუ კლოც გადავიხლებოდი მე პირადად რა. კლოც ხო? და ეხლა სხვა გროპის მაგრად აი ის გროპს და ეგეთის და რავი. თან ძალიან პატარა ტემპი რა პატარა ნუ რავი 1 წლის არის ხო სადღაც დაახლოებით ვთქვათ და ანუ ეხლა რო დავდეს ჰუმანოიდ ანუ ადამიანური ტესტებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც ვთახე რა ძალიან მაღალი ეგ არის ესა კი მან და ესა გროპს ყველაზე მაღალი აი თუმცა აი ხო ეს მეორე რომელია GPT ეს არის GPT-5 და ეს არის გროკი 66 აქვს და ნუ ამას 75.7 ხო კი საკმაოდ მაგრამ ანუ გროკი რა ერთი წლისაა რა ან GPT გამოდის ამდენი წელიწადი GPT 1-ზე როდის დაიწყეს მუშაობა ხო ხვდები და მაგთან გამომდინარე ნუ ყველაზე სწრაფად მზარდი არის რა მაგრამ ხო ეგეც ცოტა არასტაბილური რაც გაისვრის არავინ არ იცის რაღაც მომენტებში ხო ამიტომ ცოტა ის არის არა საერთოდ მომხმარებლებისთვის ძალიან მაგარია ამ ხელა კონკურენცია იმიტომ რომ მე მგონი რომ ფასებს დააბალანსებენ და მათ შორის ერთმანეთს აიძულებენ რაღაცა შეიძლება აიძულებენ ცოტა უხეშად ვიძახი ბჭყალებში მაგრამ რომ რაღაცები უფასოდ გამოდონ უფრო მეტი საშუალება მიცენ მომხმარებელს რომ უფასო მოუდებში და უფასო იმეებში პაკეტებში უფრო მეტი რაღაცა მიიღონ უკან ხო ფოტოგენერაცია იქნება ეს აუდიო ვიდეო თუ ამჟამად და შემდეგ რა და ეგ ჯამში რა ჩვენთვის ბევრად კაია რა ეს რა თქმა უნდა ხო ეგ სახალ კი კონკურენცია ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა და უკეთეს ხარისხს და უფრო იაფს ესე ვთქვათ რა ამიტომ ეგ სახალ ძალიან მაგარი მაგრამ ერთი ჩვენ რაც არ გვითხოვს აგვიხსენებია GPT-ის გამოსვლაში არის ფასი ძალიან კაი ფასი აქვს რა მინდოდა გადმოხოთ მაგაზე გადასვლა რა ეგ ფასები ეს არის რა ქვია ღირს $10 მილიონი ტოკენი რა მილიონი სიტყვა მოდი რომ გავამარტივოთ რა და ეხლა მაგ კლოდის ღირს სონეტი რომელიც მეორე არის სიძლიერით $15 მე მგონი და ოპუსი ღირს $75 რაც ნუ ძალიან არის რა ძალიან დიდია ხო $75 ანუ ხო აი ნახეთ $15 ღირს და $75 ღირს ნუ ესა რა ქვია დაბრუნებული პასუხი და ეს ღირს $1.50 მგონი და ესა რა ქვია $10 ხო აი $1 და $25 და $10 ღირს ნუ ესა რა ქვია პასუხი რა და ეხა ნუ მიუხედავად იმისა რომ ჩემი პირადი აზრით ის კლოდი ჯობია ამ ხელაფასის განსხვავება რო არის უკვე ნუ ცალსახა აქ არჩევანი რა აი ეგეც ვთქვათ მოდი მაშინ რა იმ სმენელისთვის პარემ აქ ხეხა შესაძლოა API-ზე და როგორც შენ პირობითად გაქვს იდეა, სტარტაპ იდეა, ბიზნეს იდეა მნიშვნელობა არ აქვს და გინდა რომ შენს რომელიღაც სერვისს მიაბა კონკრეტული API-ან დაამუშაო და რაღაც ახალი შექმნა, ხო? ამისთვის ხშირად იყენებენ ხოლმე აი API-ებს სხვა მზა მოდელების. და ამ შემთხვევაში ეს არის იმ ხელასხობა $75-სა და $10 შორის და 7-ზე უფრო მეტია, ხო? და როგორც ბიზნესი რას გაძლევს არ ჯამში და ამაზე რომ გავშალოთ ცოტა უფრო მეტი. ხო, ანუ მანდ არის რომ ეს GPT-1 ხო, როგორც chat ინტერფეისი და შეგვიძლია შევიდეთ ესე და ყოველდღიურ ამბავში მივწეროთ რაღაცა ვკითხოთ. მეორე არის ამათი enterprise, ანუ API-ისაც ვეძახით, რომ მე მაგალითად შემიძლია გადავიხადო რაღაც თანხად და GPT-ის მოდელი გამოვიყენო და ამას დავაშენო ზემოდან რაღაც ჩემი პროდუქტი რა. ანუ გამოვიყენო GPT როგორც რაღაცა twin-ი და მე რა ვიცი რაღაც მილიონაირი პროდუქტი შემიძლია ამის გამოყენებით გავაკეთო რა და აი მაგ დროს უკვე ეს გადახტარდება ამ ტოკენების ანუ სიტყვების საშუალებით რა რამდენი სიტყვასაც გაუგზავნი და რამდენიც დაგიბრუნებს იმის მიხედვით ხდება უნდა გადაიხადო რა და განსაკუთრებით ხა ისეთ ტასკებში რომელიც ჩვენ წეგან ლაპარაკეთ ეს agentic ტასკები რაც აი რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი ხელსაწყოს გამოყენებას ძალიან ბევრ ძალიან ბევრ სხვადასხვა რაღაცა ვერსიების ნახვას და შეიძლება ნახევარი საათიც გაგრძელდეს რაღაც ერთი კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, მან ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესეთია რა, უკვე ფასები ურტყავს ხოლმე რა, ეხლა შეიძლება მაგალითად ერთი კითხვა ჩვენ დაგიჯდეს, შეიძლება $5 ან $10 დაგიჯდეს რა და უკვე მან ძალიან ეს არის და ფასები უკვე მნიშვნელოვანი ხდება და ასე ხარისხიც ეხლა ხო, იმიტომ შენ შეიძლება რომ 10-ჯერ კითხო ერთ და იგივე და საერთოდ პასუხი ვერ მიიღო რა და ამ ბევრი ხარჯავ და ვერ იღებ შედეგს და ამ შემთხვევაში GPT-5-ის აი ოპტიმალური ბალანსი აქვს მე ასე ვფიქრობ რა ის ჰალუცინაციების ნაწილი
რაც დააკლეს იძახიან 60%-ამდე შევამცირეთ 60% დავაკლეთ და შემდეგ მაგრამ ჯამში მაინც რავი როგორც შეაღნიშნე წლების გამოცდილია გატესტილია ბევრი მიმართულებით აქვს ნამუშევარი და ეს აი ბიზნეს მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგიტომაც არის ძალიან ბევრი ინვესტიცია მე ChatGPT-ში და რა ვიცი აგერ მისი CEO უკვე top 10 მილიარდერ ადამიანში მე-7-ზე გადავიდა თუ არ ვწდები რა და ეს ბოლო წელსთან ახლა წელწლევანდელი ამბავი არის ეგეც კი ხო აი ყველაფერი მაგაზე მიუთითებს რომ ანუ GPT უმიზნებს ესე ვთქვათ იმას რომ მთელი სამყარო იყოს თესაღროს ქვემოთ იყოს GPT და მე ზემოდან ყველაფერი დანარჩენი რა და მაგას მოწმობს ხო ეს ფასიც და თვითონაც ეთყობოდათ ხო აი ლაივს თუ უყურე მაგასაც იყო რომ ანუ აქცენტს არც აკეთებდნენ რაღაცა ანუ ყველაზე მძლავრი მოდელი და არა ანუ უფრო აკეთებდნენ იმაზე რომ მასისთვის სტრაფი ჭკვიანი მოდელი ხელსაყრელი და უფრო გათვალის იმაზე რომ ძალიან ბევრი მოხმარებელი როგორ დაიჭირონ რა და ყველა ეს მაგაზე მიუთითებს ეს ჰალუცინაციას მაგაზე არის როუტერის მაგაზე არის რომ სიჩქარე და ის იმ ყველაფერი დააბალანსონ და ხო მოგეთ ამათ თავისი სტრატეგია აქვს არჩეული რა ხა სხვა მოდელები სხვა იმას ირჩევენ რომელი ჯობია მაგას გავიკებთ ხო მაგრამ ხო ამათი ის არის და ბაში აი ბოლო ნაწილში მე მინდოდა study mode-ს მინდოდა საუბარი რა ეგ სხვა შეს ეხა ვაპირებ რაღაცა ისინი მაქვს რაც სულ გეგმა რომ ვისწავლო და მე სულ გეზარება და ამ მასწავლებელს ვერ პოულობ ნორმალურს და შემდეგ და აი მაგ mode-ის გატესტვა მინდა აი ამ აგვისტოს შემდეგი პერიოდი რაც მექნება და შეიძლება დასვენებლად და ნახოთ ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი შენ ხო არ გაგიტესტია იმიტომ რომ მე ზოგადად განათლების მიმართულებით ისაც OpenAI ძალიან ბევრი სხვა ვიდეოში ისაც გვეუბნება რომ აი შენ თქვენ შეგიძლიათ რომ ისწავლოთ ეს თქვენი მასწავლებელი გახდეთ და შემდეგ მაგრამ ეხა უშუალოდ დაამატა ეს study mode და საკმაოდ ისეთია ხო მე მგონი უფრო დახვეწილი და კონკრეტული ხო ანუ მე მაგალითად რო უთხრა 2x2 არის რამდენია 2x2 და ის ავტომატურად გეტყვის 4-ს ამ შემთხვევაში study mode-ში გიხსნის რატო არის 4 და ეგ არის სხვაობა რა ძირითადად აი აქ ეთყობა ზუსტად ეგ ანუ ხო მე არ გამიტესტავს მაგრამ აქ ეს ეთყობა იმას რა ქვია პირველად გააკეთა Google-მა ეს და ამ კოპია არის მაგისი რომ იწევს ესე ვთქვათ კითხვებს გისვავს და პასუხს არ გაძლევს სანამ რაღაცებს არ აგიხსნის და უფრო გეხმარება მაგ ნაწილში რა და ხო ვსაუბრობ ძალიან კაი იქნება მე არ გამიტესტავს მაგრამ აუცილებლად გავტესტავ ძალიან ისეცია რა ამ ხელშეკრულების სწორება მომავალი მე მგონი ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს რა ბევრისთვის ვისაც მარტო მეცადინეობა არ უყვარს იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან დიდი ხანი აუდიო რეჟიმით დამატებულია შეგიძლია რომ ინგლისურად გამართულად და ბევრ სხვა ენაზეც გამართულად ინტერაქცია გქონდეს ქართულად ძალიან ისე ცუდად მაგრამ სამაგიეროდ Google-ს აქვს ძალიან კარგად გაკეთებული ქართულად ძალიან კარგად რა მოდი ვიტყოდი რომ აი უთხოველი საქართველოში ჩამოდის 2-3 წელიწად ცდილობს რომ ინგლისური ისწავლოს რაღაცა მაგლებელზეა, მაგრამ კარგად ესმის და პასუხსაც ცდილობს რომ აგიბრუნოს რა და ბევრისთვის ვინც ქართულად მოსაუბრი არის, იმისთვის ძალიან მაგარი იქნება, მაგალითად შეგიძლიათ ინგლისური ისწავლოთ ერთად, ან რა სხვა ენა და რამე შეგეშლება აქცენტში ან სიტყვაში, ის იქამ არ აგზელებს საუბარს, სანამ არ მიგახვედრებს და აგიხსნის და ეგ ძალიან მაგარი არის საბოლოო ჯამში. ხოლმე ერთი ცუდი რაც იყო, არის რომ სხვა ენებზე აშკარად აქცენტი არ გააკეთეს რა, ну მათ შორის ქართულზე პირიქით მე მგონი გაუარეს და ქართულზე GPT-ის შედეგი და ეგ ძალიან საწყენია რომ სხვა ენებზე რატომღაც ამ ეტაპზე ისექნეს რა. დიდი განვითარება არც ამ ბენჩმარკებზე არაფერზე არ ეტყობოდა. მაგრამ ხო ალბათ მე ძალიან გამიკვირდა, მე მგონი შარშან დაამატეს კარგად მაისის თვეში ქართულად პირველად რომ დაიწყო რაღაც ლაპარაკი და აი მაშინ იყო რაღაც ძალიან ისეთი, იმიტომ რომ მანამდე მე მგონი AI ლაბი აკეთებდა, კარგად შენი სტარტაპი აკეთებდა პირველად ქართულად ცდილობდით ხო ჩვენ რო დავიწყეთ იდეაში მაშინ GPT საერთოდ ვერ ლაპარაკობდა ქართულად საშინლად და ну ეხლა კიდე რა შედარება არის რა თუმცა ქართულში ბევრად უკეთ ლაპარაკობენ სხვა მოდელები მათ შორის Claude და ну Gemini მაგრამ GPT-ც ნორმალურია თუმცა ხო ან ჩვენი მოდელი ახლა იქიდან გამომდინარე რომ ქართულზე დატრენინგებული უფრო მეტად ქართულად უკეთად ლაპარაკობს რა ავთენტურია რა უფრო მეტად კი უფრო ავთენტური არის და გამართული და ესეთი ხო ანუ რაღაცა ესეთ შეცდომას არ დაუშვებს რა ოკეი მოდი ბარემ ბოლო ნაწილში ვისაუბროთ AGI-ზე აი ბოლოსკენ მოვიტოვე ეგ ამბავი რა ვიცი შენ გიყვარს ეფექტება და ამაზეც რავი ბოლო წელიწადია სადღაც ამ AGI-ზე მოკლედ არაერთი პრეზენტაცია ვნახეთ Nvidia CEO-ს ან ბევრი ადამიანის რომელიც რაღაცა AGI ხანას აანონსებს იძახიან რომ ამის
პიკი იქნება 20-30 წელი, როცა სრულად გვექნება AGI მოდელი და შემდეგ მე იწყება რაღაც ღვთაებრივი. ხო, სამ ღვთაებრივზე გადავიდოდეთ, მანამდე AGI მოდელზე ვილაპარაკ. რა არის მოკლედ AGI და რა შეიძლება მოგცეს უფრო მეტად, ვიდრე ახლა შეუძლია მაგათად ხელოვნურ ინტელექტს მოგცეს. ანუ AGI ძალიან რთული ახსნა, ყველა სხვადასხვანაირი ახსნა აქვს და მე მგონი არც არავინ არ იცის რა არის, მაგრამ ნუ აი ძალიან ისე რო ახსნას ყველაზე გავრცელებული ეს იქნება, რომ მოდელი, ანუ სისტემა, ან მოდელი, არ ვიცი რა აქვს მნიშვნელობა, რომელიც ადამიანის დონის ადამიანის დონისთანაც შეუულია ადამიანს უტოლდება თითქმის ყველა ადამიანს უტოლდება რა სხვადასხვა კოგნიტურ ტასკებში, რომელსაც ძალიან ბევრი ფიქრი და ესე ვთქვათ ის ჭირდება რა. არის თუ არა GPT-5 AGI არ არის, ნახდად არ არის და სწავრავთ არ ძალიან მალე არ გვექნება რა, როგორც გვირდებოდნენ და როგორც ორ წუთში სემალტმანმა თავს მოგვახვია. ნუ ცოტა მე მგონია რომ ის ქონდათ რა ქვია, ცოტა გაიქცათ გაიქცათ აშკარად ხო, რომ ანუ, მაგრამ სწორედ მე ვნახე მაგათი პოსტები, რომ დაწერეს რაღაცა გვაქვს უკეთესი მოდელი, მაგრამ ეს ხალხისთვის უკეთესია, იმიტომ რომ რაღაცა და უფრო შეწუდეთ თქვენ ამას და ჩვენ ამას არ გაჩვენებთ. ვითომ ხალხს მთხილდებიან რაღაც მომენტში. ხო, ვითომ რაღაცა აქვთ, მაგრამ ხო, არ ვიცი. უსამსახუროდ არ დაკავენ უფრო მეტი ვიდრე აქ ეხა დარჩა. კი, რა მოლოდინიც იყო თავიდან რომ აი რაც ეწყობოდა ამ სისტემებს რომ მოდი უფრო მეტი მონაცემი გამოვიყენოთ, უფრო მეტი ფული დავხარჯოთ და ასე შემდეგ და ეს მიგვიყვანს AGI-მდე, ნუ ბოლო თვეებში იგრძნობა რომ ეგ AGI-მდე ვერ მიგვიყვანს რა და ნუ შეიძლება არც უნდა მივიყვანეთ რა. იმიტომ რომ ანუ მე მგონია მე პირადად რავი მაგაზეც შეგვიძლია ვიმჟელოთ რომ AI უკვე გაცილებით წინ არის ვიდრე ათვისება არის რა ამის ანუ ბევრად გვისწრებს AI-ის ანუ ტექნოლოგია ვიდრე ამის ათვისება და ყოველდღიურად შევიყენებთ იმიტომ რომ აი მე ვეკითხები ხოლმე რომ ხალხს რა აი მეთქი რაში იყენებ GPT-ს აი თუ იყენ არ ანუ ათვისება არ ხდება ამისი რატომღაც და ანუ ეს ხალხთან ვერ მოდის ამიტომაც GPT მგონია რომ ახლა სწორი აქცენტი გააკეთა მაგაზე რომ ეს აათვისებინოს ხალხს იმიტომ რომ უკვე ძალიან მაგარი რაღაცა გვაქვს და არ სჭირდება AGI შეიძლება რა და მაგის ძალიან კაი გამოხატულება იყო რომ გაიდლაინი შემოგთავაზა პრომპტინგი ანუ გვასწავლის როგორ უნდა ველაპარაკოთ და რა უნდა უთხრათ რომ შესაბამის შედეგი მივიღოთ. ძალიან რთული იქნება იმის თქმა რომ ხალხს უმეტესობა მიზნობრივად არ იყენებს, იმიტომ რომ მიზნობრიობა ჩემთვის სხვა რაღაცაა და ვიღაცისთვის სხვა რაღაცა, მაგრამ მაინც ხა იქ ძალიან ისეთი ამბავია, ხო? თუნდაც search-ის თემა, როგორც აქამდეც იყო რომ search-ის მთელ ფუნქციას და რა ვიცი, რაც შეეძლო დასერჩვა რომ ბევრმა არ იცოდა, ხო? ანუ ის არ არის მარტო ჩაწერო keyword-ი რაღაცა რომ ვეძებ ამ მუსიკას პირობით ან რაღაც ესე უხეშად რო თქვათ რა. ხო, მაგის პოტენციალის ათვისება ხდება, აი უნდა გააწურინო და მის შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენო, იმიტომ რომ აი როგორ კავშირს ვაკეთებ ხოლმე, იცი, აი მაგალითად Excel-ში რო ხატავს ხალხი ან რაღაცა ანიმაციებს რო აკეთებს, აი წარმოუდგენელი რაღაცა რა. ეხა ეგ ხო მე ხა ვერ გავაკეთებ მაგას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ ძალიან მარტივად. Excel-ში რო ხატავენ, ხო და ხო წარმოგიდგენია, რომ ამის ხედავთ AI-ს, რომელსაც ისედაც ძალიან multi-task-ის შესრულების ფუნქცია აქვს, რა ვიცი, აგერ ვიდეოს გიგენერებს, სწორა, აგერ ფოტოს გიგენერებს, შეგიძლია ანიმაციები გააკეთო, აგერ Gemini მე ხა გამოც ახალი მოუდი დაამატა, სადაც შეგიძლია რომ შენ ისტორია დააწერინო და რაღაც 10 გვერდიან X გიკეთებს ავტომატურად, თავის დასურათებით და შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესო ხდება ეგ ყველაფერი და ო ეგ ძალიან კაია, კი. კომპანია ცდილობს რომ უბრალოდ თვითონ მიგვახედოს რა შეიძლება გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ ერთეული ადამიანები ისედაც აკეთებენ ამ ყველაფერს სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, მაგრამ თვითონ გვთავაზობს უკვე მოუდებს. ანუ რაც არის გამოცდილება მომხმარებლის, იმ გამოცდილებას დაყრდნობით რაღაც მოუდებს თავაზობს ხოლმე და გვიზიარებს. მე რომ სხვა უფრო მეტად ამ მასაზე გავიდეს მოკლედ ეს ყველაფერი და მასამ უფრო მარტივად გამოიყენოს მე ეს ყველაფერი. გაიდლაინს თუ გადახედე ისე მეც მინდოდა შახედო, იმიტომ რომ კაი იქნება ჩემთვისაც გადავხედო კარგად რამდენად სწორად ვიყენებ, ეგეც ძალიან მაგად მაინტერესებს. კი, როგორ არა, მაგასაც გადავხედე. მე უფრო ნუ იმ ნაწილში რომ მეთქი აი მე რო გამოვიყენებ GPT-5-ს რაღაცა როგორ დავფრომთო და როგორ უთხრა სწორად. მაგრამ სიმართლე რომ მაგალითად რამედაც შეცვალეს თქო არა, ანუ იგივე არის რაც წინა მოდელში იყო. რაღაც ესეთი განსაკუთრებული მითითება მაგადგან რომ აი ესე გააკეთეთ და ესე არა, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება რა. ხო, მანდ ის არისო. Okay. კაი რა მე მგონია რომ რაღაცა მეტნაკლებად ChatGPT 5-ზე და არა მხოლოდ პრინციპში რაღაცებს შევეხეთ, ვისაუბრეთ.
კიდევ ბევრი სიახლე გველოდება დარწმუნებულია წლის ბოლოს, მათ შორის სხვა კონკურენტი კომპანიებისგან და იქ ნაწილი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თვიარდებათ ის მე მგონი რომ რომელიმე კომპანიამ რაღაც სიახლე არ შემოგთავაზოს, ან ახალი თული არ შემოგთავაზოს და მე სულ არის ხომ ეს გარჩევის საკანი რამდენად კარგია, რამდენად კაია ამის გაუმჯობესება. ძალიან დიდი მადლობა. მათ შორის ეს იყო, რა ქვია, ეხა ერთ-ერთი ჭორი არის, რომ ცოტა იჩქარესო, ნუ ეს დამაშტილება დატოვა GPT-5-მა, იმიტომ რომ ის არ იყო რაღაც ველოდებოდით და შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა სხვა კომპანიისგან ველოდებით ძალიან ისეთ მასშტაბურს, იმიტომ რომ წინაკვირას გამოუშვა, ანუ 3GPT-5 იქნებოდა წინაკვირას გამოუშვეს მაგათი open source მოდელი და რაღაცა ერთ კვირაში უცებ თუ რამდენიმე დღეში GPT-5 და თითქოს შეეძლოთ ცოტა ხანი იმ open source მოდელით ესე ვთქვათ, იმას ეკნათ, მაგრამ რატომღაც იჩქარეს, არ ვიცი, მაგრამ მე შეიძლება აი შაშან, კი არა, წლის დაწყებში რომ დამხოლობდი რაღაცა მაგ ჭორებს, იძახდნენ რომ დეკემბერში იქნება, წელს იქნებოდა, მაგრამ დეკემბრისკენ, წლის ბოლოსკენ იქნებოდა ეს 5 მოდელი 5 და ხო მე ცოტა გამიკვირდა ესე სწრაფად გამიკვირდა, იმიტომ რომ თავიდან ხო არავინ არ ელოდა და მე უცებ დაიწერა რომ აი ხვალ იქნება, ხუთშაბათს იქნებაო და გამოვიდა, მოკლედ ეგ ამბავი რა. ხო, ძალიან დიდი მადლობა რაფაელ, მე მგონია რომ კიდევ რამდენი შევხვდებით სხვადასხვა ფორმატში და ამ ინფორმაციების გაზიარების საშუალება გვექნება მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, ვინც დაინტერესებული არის, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მგონია რომ მე პირადად AI-ის გარეშე უკვე ბევრი რაღაც კეთება მოსაწყენია რაღაც მომენტში და აუცილებელიც არის, იმიტომ რომ აი სულ მაგას ვაკეთებ ხოლმე და ვიძახი ხოლმე რომ აი 2000-იანებში რო დაიწყო კომპიუტერი და ინგლისური რო უნდა იცოდე რომ რაღაც სამსახური დაიწყო და შემდეგ ეხლა მგონია რომ მაგ ჩამოთვალს AI-ს დაემატა, იმიტომ რომ ინგლისური აუცილებელია. ამას ვერ გადავალთ, კი ქართულ ენაზე რაღაცეები იხვეწება, მაგრამ აგვიანებს. ან მაშინ სულ და ელოდოთ, როდის დაიხვეწება იმ დონეზე, რომ ქართულადაც იგივე ხარისხი დაიდოს, რაც ინგლისურად. ხო და ეს ლოდინი ვარავს არ მოგიწევთ. ეს ინგლისურის ნაწილი მაინც რჩება, კომპიუტერის რა თქმა უნდა და ეს AI მოკლედ დავიმატეთ კიდე, რაც აუცილებელია მოკლედ მიზნებში ჩამოწეროთ ყოველ შემთხვევაში, თუ გინდათ რომ არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ რაღაცა კარიერაში ბევრი სხვა მიმართულებით გამვითარდეთ. ოკეი, გამოიწერეთ გაიას Facebook არხი, YouTube არხი, ყველა სოციალური მედია, რაც სადაც ეს დაიდება. ასევე, რა ვიცი, რაფაელს და მეც თუ გნახავთ სადმე LinkedIn-ზე, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ, გამოყვეთ და იქაც სიამოვნებით გაგიზიარებთ ხოლმე სხვა საინტერესო ინფორმაციას. მოკლედ, მადლობა მოსვენისთვის. მადლობა შენ. აბა, კარგად.